ზია ამაღლობელი არის საფრთხეში. საფრთხეში და ამ საფრთხეში სასიკვდილო საფრთხეშია ჩაგდებული და ამ სასიკვდილო საფრთხეში ჩააგდო ქართულმა ოცნებამ. მე ვიცი, რომ ზია ამაღლობელმა გამოგზავნა წერილი, სადაც ძალიან მარტივად და მოკლედ ეწერა: შიმშილობ, წერტილი, სიცოცხლე თავისუფლებაზე ძვირფასი ვერ იქნება. ძალიან მოკლედ გამოთქვა თავისი პოზიცია და მას შემდეგ უკვე 16 დღე გავიდა. 16 დღე. ის სამარტო საკანში არ სარგებლობს არანაირი გასეირნების საათით, გასვლით, კომუნიკაციით და ასე შემდეგ. ეს არის მე არ წავახალისებდი შიმშილობის ძალიან მძიმე აქტს არანაირად, მაგრამ თხოვეთ კიდეც არ ვიცი მისმა კოლეგებმა უფრო ახლობელმა მეგობრებმა ვიდრე შეიძლება მე ვიყო მისთვის. დიახ, უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც ხშირად გჭირდება ალბათ განგაშის ზარისთვის ვიზუალური ხედვა. დავინახოთ ალბათ მზია ამაღლობელი როგორ არის ახლად და მე შედარებას გავაკეთებ, უბრალოდ ძალიან მარტივ შედარებას. დიახ. მზია ამაღლობელი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდა ასევე ერთი პატიმარი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დიახ, ნიკო ჯავახიშვილი, რომელმაც 6 დღის განმავლობაში 16 კილოგრამი დაიკლო. 6 დღიანი შიმშილობის პირობებში დაიკლო 16 კილოგრამი. მისი მდგომარეობა აღმოჩნდა საკმაოდ მძიმე და ექიმების და ოჯახის ჩართულობით მოხერხდა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. 6 დღეში 16 კილოგრამი. წარმოიდგინეთ მზია ამაღლობელის მდგომარეობა 16 დღე შიმშილობს. თითქმის სამჯერ უფრო დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობს, მას აქვს თანმხლები სხვა სირთულეები და ამას ბევრს არ გავაგზავნებ, უბრალოდ ვიტყვი მზია ამაღლობელზე, იმიტომ რომ როგორც ბათუმელმა ვიცი ვინ არის მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი იყო ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი და სხვათა შორის ასლანის დროს დაიწყო ასლან აბაშიძე ჟურნალისტი თავისი ავტორიტარული მიდრეკილებებით ხო ნათელია ჩვენთვის რა იყო და ვინ იყო ასლან აბაშიძე და მისი რეჟიმი ბილი სიტყვა კიდევ რაც იყო რა იყო მაშინ ასლან აბაშიძემ მხოლოდ რამდენიმე საათით გაბედა მზია ამაღლობელის დაკავება რამდენიმე საათით მზია ამაღლობელი აშუქებდა მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის და რეჟიმის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებს მათ შორის აშუქებდა ერთი ასეთი ადამიანის შენი თანაქალაქელის ცოტნე ანანიძის დაკავებას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ცოტნე ანანიძე მაშინ ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი და ერთადერთი მედია გამოცემა რომელიც აშუქებდა ცოტნე ανანიძის დაკავებას იყო სწორედ მზია და მისი ერიყვებოდა რომ მადლობაც გვითხრაო და ჩვენი რა თქმა უნდა მე ვიცი და მახსოვს ეს ამბავი ვინ არის ახლა ცოტნე ანანიძე გადაღებული კადრების საფუძველზე იყო მაშინ აჭარის ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრები რომელიც დამონტაჟებული იყო დაიჭრეს ცოტნე ანანიძე ვინ არის ახლა ცოტნე ანანიძე ცოტნე ანანიძე არის ეგრეთ წოდებული კარგი ბათუმელი, ქობულეთელი, აჭარელი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც ახლა არის ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნების დეპუტატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. და მათ შორის ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა კომიტეტს. დღემდე ცოტნე ანანიძეს ადეკვატური პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. მას აქვს ადამიანური, მას აქვს პოლიტიკური, მას აქვს მორალური ვალდებულება, რომ ხარი დაუჭიროს მზია ამაღლობელს. და დღეს ცოტნე ანანიძე დუმს, როგორც დეპუტატ. სხვა შორის მაშინ იცით ვინ იყო ერთ-ერთი დამკავებელი ცოტნე ანანიძის? თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის დროს სწორედ ერთ-ერთი ზონდერ წარმომადგენელი იყო მაშინ. ანუ ამ მოცემულობაში და სხვა შორის ჩვენ რო გვეძახიან კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, ვინ არიან ისინი? იქ ვინც დგანან ახლა დათო რიჟვაძე, ცოტნე ანანიძის დამკავებელი და ასე შემდეგ. დღეს უყურებდი სხვათა შორის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო ბადეს. და საინფორმაციო ბადეში ხედავ მაგალითად აჭარის ტელევიზიამ გამოაქვეყნა ესეთი პოსტი საზოგადოებრივ მაუწყებელია მეც რო ვიხდი ფულს და თქვენც რო მიხდი ფულს მის არსებობაში. გამოაქვეყნა რომ თურმე რუსეთმა კიდევ ერთი სოფელი აიღო უკრაინაში და რუსული დროშა აღიმართა. ეს იყო დღეს ერთ-ერთი მთავარი პოსტი, განცხადება და საინფორმაციო ნიუსი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან. ამ მოცემულობაში ერთადერთი არის განგაშის საფუძველი. მზია ამაღლობელი იმყოფება საფრთხეში. ჟურნალისტების ნაწილი პროპაგანდისტულ მედია საშუალებებში არის ტყვეობაში.
ტელევიზიები არის ტყვეობაში, მოქალაქეები არიან ტყვეობაში, საჯარო უწყებებში ხორციელდება ზეწოლა, დევნა მოქალაქეების. ერთადერთი რაც გჭირდება ის რომ დღეს მე ახლა რუსთაველის გამზირიდან მოვდივარ საპროტესტო აქციაზე ვიყავი და გჭირდება ის რომ გზის გადაკეტვა არ უნდა ჭირდეს აქციაზე, მაშინ როცა ესეთი ვითარებაა. ამას ვამბობ, მათ შორის ხშირად ხო პოლიტიკოსებს საყვედურობთ რაღაცა როცა არ გამოგვიყვება. აქვე ირაკლი გავითვალისწინოთ, რომ ძალიან დიდი ხანია და ეს რაღაცნაირი ტალღები აქვს. დიანა, ბოდიში, ჩემთვის არ არის დიდი ხანი, თქვენთვის არ არის დიდი ხანი. ამდენი ხანია ეთერში ხართ უწყვეტ ეთერში. რა ნანუკა ქაჯაიასთვის არ არის 24 საათი რუსთაველის გამზირზე როა, ყინვაში, ტყვიაში, გაზში და ასე შემდეგ. ყველასთვის არის და ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ. შეუძლებელია რომ ამ ქვეყნის ბედი წყდებოდეს და შენ მოვდუნდე და თქვა რომ აი რაღაცა შეიძლება დააკლო, იმიტომ რომ მე ხომ არ ფიქრობთ, არა, ნახეთ ირაკლი, ეს გჩვევიათ პოლიტიკოსებს ზოგადად რაღაცა ბევრი ხალხი კარგია, მე ცოტა თუ მინელდება, რაღაც შეიძლება პოლიტიკური პროცესიც ვერ ეხმარება ისე, რომ ადამიანებმა რაღაც უფრო მეტი ენთუზიაზმი იყოს მათში. ამაზე რა სიტყვით, მაგრამ ვილაპარაკოთ ამაზეც, მინდა პირველ რიგში ვკითხე ეს პეტრესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მნიშვნელოვანი შეკითხვა დამისვიდათ, სანამ მაგას გადავთ, გიპასუხებთ რა. იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი რა არის? პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში კოალიცია ძლიერი საქართველოს ქმნის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარშემო. რას ქმნით ქვეყნის შიგნით? ქვეყნის შიგნით ძალიან მარტივი მოცემულობაა. ჩვენ გვაქვს ესეთი დაკვეთა და ვფიქრობთ რომ გვაქვს და მათ შორის ვიკვლევთ კიდევ სოციოლოგიურად, რომ დაინახოს საზოგადოება სად დგას ოპოზიცია. მათ შორის კოალიცია ძლიერი საქართველოს და მათ შორის ერთი. ეს 60 დღის განმავლობაში რას ქმნის ქვეყნის შიგნით კოალიცია ძლიერი საქართველოს? პასუხობთ ახლა და შუა პასუხში იგივე კითხვა გამიმეორეთ და უნდა ლოგიკური ლოგიკური ჯაჭვი შემოყევინოთ. მარტივად მეც თავიდან დავიწყებ რომ შევკრა აზრი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის რომ ქვეყნის შიგნით არსებობს დაკვეთა, ჩვენ ასე ვფიქრობთ და მათ შორის ვიკვლევთ სოციოლოგიურად, რომ ამომრჩეველს და მოქალაქეებს უნდა დაინახონ ოპოზიცია სად დგას და მეორე ვინ არის ეს ოპოზიცია. ჩვენ ამისთვის თქვით ძალიან სწორი დღემდე დარწმუნებული ვარ რომ სწორი იდეა, ეგრეთ წოდებული ალტერნატიული პარლამენტის იდეა, რომელიც შეიძლება ალტერნატიული პარლამენტი ერქვა, შეიძლება ეროვნული კონგრესი ერქვას, რაც გინდათ, რომ დაინახოს საქართველოს მოქალაქეებმა, ვინ არის ის ხალხი, ვინც უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, რომ არა გაყალბებული არჩევნები. ეს იდეა სამწუხაროდ არ იქნა გაზიარებული ჩვენი სხვა კოლეგა პარტიების მხრიდან. თუნდაც რაღაც რეფორმირებული. ეს არის ქვეყნის შიგნით გასაკეთებელი საქმე. ვერ დაარწმუნეთ ისინი, ესეც მინუსია. მეორე, როგორ უნდა მოსულიყავით ერთად და გემართათ, როცა რაღაცეებში ვერ არწმუნებთ და ვერ თანამშრომლობთ ახლა. სწორია. წეღანდელი კრიტიკისგან განსხვავებით ამ კრიტიკას ვიზიარებ, იმიტომ რომ სწორია. და ეს ქმნის ამას. მეორე შეკება კი არა. არა, ობიექტურად მე ვარ ობიექტური ადამიანი, რომელსაც მაქვს პრეტენზია ობიექტურობაზე, როგორც თქვენ ობიექტურ ჟურნალისტიკაზე, ამიტომ ვლაპარაკობ იმას, სადღაც გეთანხმებით, სადღაც არ გეთანხმებით. მეორე, ჩვენ ვქნით ძალიან მნიშვნელოვანი და გვაქვს უკვე შექმნილი იურიდიული დახმარების ცენტრები და ასობით ადამიანს გაუწიათ იურიდიული, რესურსული, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ თითოეულ და მათ შორის აქციებზე როცა ამბობენ პოლიტიკოსები სადგანანო დგავართ შუაგულშიც ფრონტის ხაზზე ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 9 წლიანი მუხლით იჯდა ციხეში და რომ არა საერთაშორისო ზეწოლა დღესაც ციხეში იქნებოდა და არავის არ დაავიწყდეს და ეგონოს რომ ის 9 წლიანი მუხლი ქართულ მოცემა უკან გაიხმო. არა ისევ მაგიდაზე დევს. მათ შორის ჩვენი ორი წევრი სისხლის სამართლის მუხლიძის ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი და 100-ზე მეტი წევრი ადმინისტრაციულ პატიმრობაში მათ შორის 18 წლის ბიჭები და გოგოები დაკავებული ყავდა. ამიტომ ჩვენ აკავეს ეს პოლიტიკური პროცესი კი არ არის ეს არის პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ და პოლიტიკური პროცესი ეს ქვეყნის შიგნით რაც ხდება და ქვეყნის გარეთ რაც ხდება. ვაშინგტონში ვიყავით, უმაღლესი რანგის ვიზიტები გავმართეთ. ჩვენ პარტიის თავმჯდომარე მარმუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარის, გრიგოლ გეგელია. ახლა ბრიუსელში ვიმყოფებით. ეს თქვენ რა გონიათ, რომ ეს ან სანქცია იქნება, ან პოლიტიკური გადაწყვეტა, ჰაერიდან ცვივა, ციდან ცვივა, ეს ყველაფერი. ანუ არაღიარების და სანქციების პოლიტიკისთვის მუშაობთ, აი სახელი რომ დავარქვათ. საგარეო ველზე ჩვენ მუშაობთ. პერსონალური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, რომ ივანიშვილი დაზიანდეს ისე რომ მას მოუწიოს არჩევანის გაკეთება, რომ ამ ქვეყნის მოგუდვა უღირს თუ რაც
მეორე მხარეს ერთი მოგუდვა ხო დავალებაა კრემლისგან. ჩვენ როცა ვამბობდით სხვათა შორის თქვენ ცოტა ამბობდით რომ რამდენიმე კვირაში მოსკოვში იქნებოდა. და უნდა ყოფილიყო რომ არა ეს შეცდომა მათ შორის და გაყალბება არჩევნების და მახსოვს მათ შორის მე მახსოვს ირონიული დამოკიდებულება თქვენგან ესე შეფარული მაგრამ ირონიული დამოკიდებულება როცა ვამბობდით რომ ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს და ჩვენ გვინდა ვემსახუროთ ქართულ ხალხს. ჩვენ ესეთი მესიჯი გქონდა და ირონიული რა შუაშია თქვი უნდა ახსნათ არგუმენტი. ახსნათ კიდევაც და არგუმენტი. ახლაც ხან იმ ადამიანები ვისი განცხადებების იმედად არის ოპოზიცია ის ადამიანები ხან პროჩინელს ეძახიან ივანიშვილს ხან პრორუსს. ანუ აქაც ცოტა ჩვენ ხსნიდით ამას. ხსნიდით კიდევაც და ვადასტურებდით კიდევაც და ვამტკიცებდით კიდევაც. საერთოდ ყველაფრით სამართლებრივად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად რატომ ემსახურება ბიძინა ივანიშვილი რუსეთს? ეკონომიკაზე გინდათ? ვილაპარაკოთ და ვთქვათ როგორ ემსახურება. სამართლებრივად გინდათ? სრული გადმოკოპირება რუსული სამართლის და რუსული ხაზის პოლიტიკურად გაინტერესებს? არწმუნეთ ბევრი ამომრჩეველი რომ რუსი იყო და ხმარ უნდა მიეცა? თქვენი თავდაცვის აქტით პირიქით შიში ხომ არ შეუქმენით იმ ადამიანებს რომ ესენი თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში უფრო არ დაგვიძაბონ ურთიერთობა რუსეთთან. ეხლა ხომ ნახეთ რომ ძალიან ბევრი კრიტიკა მიდის იმასთან დაკავშირებით რამდენად ომის შიშებს რამდენად უპასუხა ოპოზიციამ. თქვენ ამ შიშებს პასუხობდით თუ თქვენი თავდაცვის აქტი ამ შიშების გაფართოებას ემსახურებოდა? აი ამაზე იყო ჩემი კრიტიკა და კითხვები. ჩვენ არ პასუხობთ შიშებს. ჩვენ მუშაობთ იმაზე რომ დაიძლიოს შიშები, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი. რა შიშს უნდა უპასუხო ახლა? ხელოვნურია ომის შიში, ომი როცა აირგვლი. ხელოვნურია, დიანა. ირაკლი, მეც მაქვს ომის შიში და და არასწორი ხელოვნურია. სვერპლი ხართ პროპაგანდის პირდაპირ გეტყვით. ქართული ოცნების თქვენ ხართ ქართული ოცნების არა, იმიტომ ტყუილია ეს ყველაფერი. ტყუილია. არ არსებობს. არა. ხალხს ტყუილა ეგონა? კი, დიანა, თქვენ პირდაპირ გეუბნებით. თქვენ როგორც მოქალაქე ხართ ქართული ოცნების პროპაგანდის მსხვერპლი. როცა გონიათ რომ შიშია არის ოცნების პროპაგანდის მომხრე. ომის შიში ხო არა, უკაცრავ. ქართული ოცნების პროპაგანდის მსხვერპლი. ანუ ომის შიში თუ გაქვს მსხვერპლი ხარ? არა, იმიტომ ომის არგეში, ანუ არ ფიქრობ რა ომი არ არის. მეშინია, მაგრამ ომი არ არის რეალური ახლა. რუსეთი სულ ზღაფავს ხალხო. ახლა რეალურია თუ არა, ამაზე არ გეუბნები. აბა ხა ზოგადად რომ ომი არავის შიშგებს ზოგადად ომი რო არავის არ უნდა გასაგებია, მაგრამ ჩვენ კონტექსტზე ვლაპარაკობთ. შიშზე ვამბობ ზოგადად და არა იმაზე. ზოგადად შიში ახლა შეიძლება იმისაც გეშინიათ, რა ქვია, კობრა გველის და შეიძლება წრუწუნასიც, მაგრამ მაგაზე ხო არ ვლაპარაკობ. ლაპარაკობ არ გეუბნებით, შიშზე ვლაპარაკობ და არა საფრთხეზე. დიანა მნიშვნელოვანი არის რეალობა. თქვენ შეხედეთ, აი ძალიან მარტივად. ქართული ოცნება ზოგადად შიშებზე ლაპარაკობს თუ იმაზე რომ ახლავე ომი იქნება? აი მიპასუხეთ. ქართული ოცნება ამბობს რომ აი მე რომ არა არ ვიქნები ომი იქნება იმიტომ რომ აი ნახეთ მე რამდენი წლებიც ვარ ომი არ ყოფილა. ზოგად საკაცობრიობის შიშებზე მესაუბრებით. მე ლაპარაკეთ ახლა ქართული ოცნება რაც გწევდა. ზოგად საკაცობრიოზე არ გელაპარაკებ ირაკლი, გელაპარაკები. ზოგადად შიშზე. მე გეუბნებით რომ ომის შიში არის ხელოვნურად ნასაზრდოები. ქართული ოცნების პროპაგანდა და კი ამ ქვეყანაში ვინც აპელირებს ომზე ის არის ან პროპაგანდისტი, ან პროპაგანდის მსხვერპლი. ამას უნდა ვაღიაროთ. ახსნა უნდა იმიტომ რომ როცა რაღაც საკმარისად ხსნიდით ესე იგი ხალხში იყო ეს საფრთხის შეგრძნება შიში და ამას უნდა და სათანადოდ გაფანტვა ამაზე ვთქო მოგისმენია თქვენ იმის მაგრად მომიბრუნდეთ და პროპაგანდის მსხვერპლი მეძახო მე კი არ უნდა მეძახო პროპაგანდის მსხვერპლი ირაკლი ადამიანებისთვის მეტი ახსნა იყო თუ არა ამაზე საჭირო ამაზე მარტო მე არ ვლაპარაკობ ალბათ სოციალურ ქსელში რაღაც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებიც დაობენ ამაზე ბევრს და ალბათ მიგიდევნებია თვალყური ამ პოლემიკის. მიმიდევნებია ბევრჯერ და ამიტომაც ვფიქრობ რომ ეს მსჯელობა ჩემი აზრით არის ქართული ოცნების ჩარხში საკუთარი თავის მოყოლება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო დიანა. ქართული ოცნება პროპაგანდას აგებს ძალიან მეცნიერული მეთოდებით და მაშინ როცა მე ალბათ ვისურვებდი რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ვისურვებდი რომ ვსაუბრობდე სიღარიბეზე, ვსაუბრობდე სხვა ტიპის პრობლემებზე, რომელიც რეალურად აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, მიწევს საუბარი იმაზე, რომ თურმე ომის შიში
ეხლა არის ძირითადი რამ, რაც გადაწყვეტილებას აღებინებს საქართველოს მოქალაქეებს. არ არის ესე. თუ ასია, ის არის მსხვერპლი ამ ვითარებაში. ამაზე თუ საუბრობთ და ხსნით, რატომ არ შეიძლება ომის საფრთხე იყოს დღეს რეალური სახელმწიფოსგან, რომელიც მართლა სულ ზღაფავს და იხვეწება, რომ უკრაინას დაუჯდეს, რომელზეც ამბობენ 3 დღეში მოლაპარაკების. კი, სულ ზღაფავს. ამიტომაც უნდა ეს დიდი თემაა და თუ ამ თემაზე გაკეთებ, მეც უკეთესად მოემზადებოდი სრუ მოლოდი, სრუ ეს ვთქვათ რაღაცნაირად სასურველის რეალობა გასაღება. მეც მინდა რომ სულ ზღაფავდეს ძალიან მინდა. არაცრუ მოლოდინი რა არის, რომ ქართული ოცნება თუ არ იქნება ივანიშვილი ხელისუფლებაში, ომი დაიწყება? ეგ არის მოლოდინი. ესე გაიგეთ ირაკლი, რაღაც ბაბლის გავლენის ქვეშ ხართ თქვენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე რაღაც თლად ისევ თურმე ობიექტური კი არ ვარ რაღაცა, თქვენც რაღაცის გავლენის ქვეშ ხომ არ მოეკეთეთ? არა, კონკრეტულად ვამბობ, რომ თქვენ არ უნდა გეგონოთ ის, რომ ეს შიში რეალურია. ქართულმა ოცნებამ სწორედ ამაზე გააკეთა იდეანა პედალირება, რომ ეს ზოგადი შიში კი არ არის, რომელიც არავის არ უნდა, ომი ვისაც უნდა, ან იდიოტი, ან მართლა მოღალატეა და მაგრამ ეს ამის რეალობა რო დაანახა საქართველოს მოქალაქეებს და უთხრა რომ აი რეალურია მე თუ არ ვიქნები და თუ იქნება ირაკლი, საბა, ანა და ასე შემდეგ ბადრი, მაშინ იქნება ომი. და ამაზე დაიწყო საქართველოს მოქალაქეებს. თქვენც იმას მეკითხებით რომ კი, მე გეკითხებით თქვენ საკმარისად ახსენით თუ არა რომ არ იქნებოდა ნაკლები კონფრონტაცია იქნებოდა თუ მეტი თქვენს დროს რა მოხდებოდა თქვენ როგორი პოლიტიკა ამაზე მეტი თქმა იყო თუ არა საჭირო ამაზე ძალიან მარტივად არსებობს რამდენიმე პარტია პოლიტიკური ძირითადი ხო დიდი პარტიები არსებობენ კოალიციები თუ როგორც გვინდა ისე დავარქვათ ყველას აქვს საკუთარი ნიშა ლელო თავის დროზე და ამჟამად კოალიცია ძლიერი საქართველო არ მუშაობს შიშებზე, არამედ მუშაობთ შიშების დაძლევაზე. ჩვენ ასეთი ხალხი ვართ, ჩვენ ასეთი ადამიანები ვართ, რომ გვაქვს მიზანი, რომ ჩვენი ამომრჩეველი უნდა იყოს ის ამომრჩეველი, რომელიც დაძლევს შიშს. და სხვა მაგალითად გახარიას გუნდმა, მაგალითად სხვა კოალიციებმა, სხვა კოალიციებმა კი და ძალიან მნიშვნელოვანი რომ 10%-მა დაძლია შიში და მხარი დაუჭირა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძლიერ საქართველოს. მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ რომ აი ხვალ რომ არჩევნები იყოს ქართული ოცნების გადაწყვეტილების შემდეგ აი ეს ძალადობრივი პრორუსული ანტიევროპული გადაწყვეტილება რაც გამოიტანა კიდევ მეტი უფრო დაძლევდა შიშს დარწმუნებულია რომ ეს არის სწორი პოლიტიკა იმიტომ რომ პოლიტიკა არის გაბედული ადამიანების საქმე და რა იმათი რომელიც მიუდგება და იტყვის რომ აი ეხა თუ ამათ ეშინიათ მაშინ ეხლა ჩვენ რუსეთზე ვიტყვით რომ არა ამას არა ევროკავშირის ევროინტეგრაციას გავაჩერებთ რუსეთს რა უნდა რუსეთს როდის არ უნდა შეგეშინდეს ეს კი ასეთ ქართული ოცნება ამბობს მაგას მე ასე საკითხი ან თქვენ ფიქრობთ რომ ამომრჩეველმა დაგისვათ ასე საკითხი ქართული ოცნება ამბობს ამას ქართული ოცნება ამბობს ამას რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის მთავარი საფრთხე და რუსეთიც ხო ასე წარმოაჩენს მაშინ რა ვქნა მე შიშებს ვეთამაშო და ამ ქვეყნის მომავალზე თქვა ვარი თუ თქვა რომ შიში არის დასაძლევი და გადაწყვეტილებები მისცა ირაკლი მე როგორც მოქალაქეს როგორც ამომრჩეველს მართლა მინდა რომ პოლიტიკოსები, პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ ყინულმჭრელები, სოციალურ ქსელებში სტატუსების მიხედვით კი არ აგებდნენ თავიანთ პოლიტიკას, არამედ მართლა წინ მიდიოდნენ, დროს უსწრებდნენ, შეიძლება მოქალაქემ კონკრეტულ მომენტში თლად კარგად ვერ დაინახოს, მაგრამ შემდეგ დრო აჩვენოს, რომ ისინი სწორი გზით მიდიოდნენ. მე მართლა ვისურვებდი და ამის დეფიციტს ხედავ ასეთ პოლიტიკურ ლიდერებსაც და პარტიებს. მადლობა, მე მიკითხეთ და არ მიპასუხეთ დეკლარაციებთან დაკავშირებით, მე მგონი გახარიეს გუნდს არაფერი უთქვამს ეს კონკრეტულად ამ თემაზე, ორი გუნდი ვიცით, აშკარად თქვეს რომ ჩვენ არ შევავსებთ, თქვენ თქვით რომ თქვენ ავსებთ, იმიტომ რომ საჯაროობის გამო და არა სხვა მიზეზით. თუმცა იქ რაღაც შეიძლება კი რაღაც კითხვები გაჩენილიყო და ამიტომ კითხვები უნდა გაჩენილიყო იმაზე რომ ანგარიშვალდებულად ჩავთვალეთ საკუთარი თავი ქონებრივი დეკლარაციები საჯარო სფეროში მყოფმა პირებმა ან საჯარო პოლიტიკაში მყოფმა პოლიტიკოსებმა ვთქვით რომ ვავსებთ ქონებრივ დეკლარაციას და ჩვენს ინფორმაციას გავცემთ საჯაროდ. იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში რაჟდენ კუპრაშვილი რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება
ერთი წლის განმავლობაში თითქმის მალავს საჯარო პირების შესახებ და პოლიტიკოსების და თანამდებობის პირების შესახებ დეკლარაციებს. რატომ? იმიტომ რომ ისინი ძარცვავენ საქართველოს ბიუჯეტს და დეკლარაციები ერთ-ერთი ნიშანია იმისა, როგორ შეიძლება აღმოაჩინო ეს მოპარული ქონება. მალავს და ჩვენ ამის საპასუხოდ ეს არის ანგარიშვალდებულების პრინციპით ნაკარნახევი. რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულების პრინციპით ნაკარნახევი. რომ დეკლარაციის შევსება გევალებათ როგორც პარლამენტის უფლებამოსილება ნაცნობ პირს, არა? არა, მათ შორის ჩვენ არ ვიყავით პარლამენტის წევრები, ვიყავით კანდიდატები, მათ შორის როცა უკვე შევავსეთ. კანდიდატებიც ვიყავით და კანდიდატობის პროცესშიც კი ავსებ დეკლარაციებს. ამიტომ საჯაროობა, ანგარიშვალდებულება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას არ გაურბივართ. ყველაზე გამჭვირვალე პოლიტიკური პარტია ვართ, რომელს ფინანსებსაც შეკითხვა არ დაესმის, ვისგან ფინანსდება და ასე შემდეგ და ამ გამჭვირვალეობას და გულწრფელობას გამოვხატავთ მათ შორის იმ დეკლარაციებში, რომელშიც მოქალაქეებმა უნდა ჩაიხედონ, შეისწავლონ და თქვან, რომ ეს ადამიანი როგორ იქცევა, რას აკეთებს, როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ანგარიშვალდებულების პრინციპით ამ საქმეს ვაკეთებთ და გავაკეთებთ. კი ბატონო, ევროსაბჭოს მიმართვა რომ ოცნებას უფლებამოსილება არ ცნონ, მოკლედ იქ შეუჩერონ. თქვენი აზრით ეს არის სწორი არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება. ხომ, ანუ ოცნებას თუ არც ერთ ასეთ სტრუქტურაში არ იქნება, უკეთესი იქნება. ასე ვიტყოდი, პირველ რიგში გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი მეგობრების მხრიდან მიიღება, არის ძალიან გეგმაზომიერი და იწყება ყველაზე რბილიდან და შემდეგ ხდება გახისტება, გამკაცრება, მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ სანქცია არის ზემოქმედების საშუალება. თუ პუტინს აქვს ზემოქმედების საშუალება, ნავიჩოკი, ტყვია და უბედურება, ტანკი, ხო, ბომბი, დასავლურ პროგრესულ სამყაროს აქვს სანქცია. რომ გავლენა მოახდინოს და სწორი გადაწყვეტილებები მიგაღებინოს. ეს იწყება ძალიან მინიმალურით. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ არის მძიმე სანქცია. ევროსაბჭოში საუბრობ ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების არცნობაზე. ოღონდ ეს არის დასაწყისი. ეს რაში ეხმარება თქვენს პოლიტიკურ მიზნებს? იზოლაციაში, რომ იცოდნენ, რომ მათ არ ყავთ მეგობარი. მათ შორის იზოლაციაში იქნება ოცნება, უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი. რა თქმა უნდა, მათ შორის ამით უნდა ვებრძოლოთ. ოცნების ახალი არჩევნების მიღების თუ ჩამოშლის თუ რისი? ჩამოშლის, ახალი არჩევნების მიღების, პოლიტპატიმრების თავისუფლების. მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ოცნების სტრასბურგში 4 დეპუტატი ვეღარ ჩავა, ოცნება პატიმრებსაც გამოუშვებს და ახალ არჩევნებსაც ჩანიშნავს უფრო ადვილად? უფრო მარტივად და უფრო მეტად, ანუ უფრო მალე იქნება ეს ყველაფერი. ერთი მიზეზის გამო ქართული ოცნება დღემდე აპელირებს, რომ ის არის პროევროპული პარტია. დღემდე აპელირებს და მისი პროპაგანდა TV-იმედი, პოსტივი თუ სხვა მედია საშუალებები დგას ამ ყველაფერზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ ის არგუმენტი, ამ ქვეყნის 90% ამბობს, რომ ევროკავშირი უნდა და ამ დროს ქართული ოცნება პროპაგანდას ამუშავებს, რომ თავის რუსული ხასიათის მიუხედავად, რასაც კრემლს ემსახურება რეალურად, ამბობს, რომ არა, მე მაინც ევროპა მინდა, ევროკავშირისკენ მიმყავს ეს ქვეყანა და სინამდვილეში ეს ყველა არგუმენტი უნდა გამოვაცალოთ. ეს არის მძიმე პროცესი საკმაოდ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ წლების განმავლობაში, როცა დგებოდა მაგალითად საკითხი, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეწყვეტილიყო და ასე ყოველთვის ვიყავით კატეგორიული მოწინააღმდეგე, რომ დღესაც კატეგორიული მოწინააღმდეგე ვართ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალზე შესვლამდე ერთ-ერთმა ბალტიისპირეთიდან მინისტრმა ახსენა ეს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი, არ გადასულა ეს. არ ვიცი, მაგრამ მარტივად კოალიცია ძლიერი საქართველოს და თავის დროზე ლელო წინააღმდეგია ნებისმიერი იმ ტიპის შეზღუდვით, რომელიც გავლენას მოახდენს და დააზარალებს ქართულ ხალხს. მაგრამ ვშრომობთ, ვიბრძვით, ვასაბუთებთ და ვამტკიცებთ იმის აუცილებლობას, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა ივანიშვილზე, მის რეჟიმზე, მის პროპაგანდისტულ მედია საშუალებებზე, მათ შორის მასთან კრიმინალურ გარიგებაში მყოფ ბიზნესებზე აუცილებლად უნდა შედგეს, დასანქცირდეს და დაედოთ შესაბამისი სანქცია. 4 დეპუტატის უფლებამოსილებაც არ უნდა იქნეს ცნობილი. არ უნდა იქნეს ცნობილი. თქვენი პოზიცია ასე. რა თქმა უნდა, იქ 4 დეპუტატი იქნება თუ 37 ასისტენტი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არც ერთ ორგანიზაციასთან არ ქონდეს ოცნებას კონტაქტი, რომ აი რაღაცას ისეც რომ დააშავებს მასზე ზემოქმედება რომ ქონდეს. ნახეთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის წევრებს რომ ეტყოდნენ, რომ სიტყვაზე ვამბობ, თუ მათი უფლებამოსილება იქნებოდა ცნობილი, აი რაღაცა თქვენთან ისე არ ხდება, მაგალითად პატიმრები იქნება
თუ მათი უფლებამოსილება იქ არ იქნება ცნობილი, ამით უკეთეს, ანუ პოლიტიკური მიზნები დაჩქარდება თუ არა, კიდევ დაუბრუნდი ამ კითხვას, მაგრამ თქვენ ამბობთ, იგივე პასუხი მაქვს, თქვენ დაუბრუნდით, მეც იგივე პასუხი. პროცესი ჩქარდება, იმიტომ რომ ბოდიში ამ გამოთქვას, მაგრამ ფურუნკული უნდა დაჩირქდეს ბოლომდე, რომ ის ამოძირკო სხეულისგან. ეს არის დაავადებული ქსოვილი, რომელსაც ჭირდება ამოკვეთა. ამოკვეთა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი დანაშაულია ეს ადამიანები სარგებლობენ წარმომადგენლობის უფლებით. რაც შეეხება რეალურად გადაწყვეტილების მიღებას, არავინ არ იცის რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შეიძლება ეს იყოს დათქმებით დაშვება. დაშვებაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, იმიტომ რომ უკან დასახევი გზა ყოველთვის უნდა არსებობდეს, რომ ივანიშვილად დაიხიოს უკან. მადლობა, ირაკლი კუპრაძე იყო ჩვენი